მოგესალმებით ყველას, ჩემო კარგებო. დღეს გვაქვს საჯარო გაშლა აპრილისთვის პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშანზე, ულამაზესი ხედის ფონზე და ერთად მოვისმინოთ, რა გველოდება აპრილის თვეში. კარგით, დავიწყოთ ვერძის ნიშნით, უბრალოდ ესე დავაწყობ, მოდით. ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი. ეს არის პირველი 4 ნიშანი. და დავიწყოთ ვერძის შემთხვევაში. ვერძებს რა ელოდებათ აპრილის თვეში? აპრილის თვე, ანუ თქვენთვის იქნება, ანუ ესე გამოდის, რადგან ესეთი ვარსკვლავებით მოჭედილიცა, თქვენი სურვილების ასრულება, სხვათა შორის შეხვედრებზე იქნება საუბარი, მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგება, რაზეც დიდი ხანი ფიქრობდით, რაც დიდი ხანი გინდოდათ, რომ მომხდარიყო ესა თუ ის შეხვედრა, ან გარკვეულ პიროვნებასთან დაკავშირებით, ან შესაძლოა რაიმე ბიზნეს შეხვედრა იყოს ეს, ან გასაუბრებაზე იყოთ აპრილის თვეში დაძახებული, როდესაც ანუ აი ეს სურვილი აგიხდებათ თქვენ აუცილებლად. ცოტა ისეთი ვარსკვლავური პერიოდი გექნებათ, შესაძლოა რაღაც პოპულარობაც კი პოპულარულიც კი იყოთ რაღაც გარკვეულ საკითხებში, რასაც არ ელოდებოდით და ძალიან საინტერესო თვე გელოდებათ ვერძებს. ასევე ბევრი ვერძს დაბადების დღე აქვს აპრილის თვეში და გილოცავთ, მინდა ყველაფერს საუკეთესო გისურვოთ. თქვენი თვეა, ჩემო კარგებო, თქვენი თვეა, აპრილის თვე, მნიშვნელოვან შეხვედრებს ელოდეთ, მნიშვნელოვან კონტაქტებს ელოდეთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელოდეთ, რაც თქვენს მიზანთან, თქვენს სურვილთან ძალიან მიკაახლოვებთ და პრაქტიკულად თქვენი ოცნებების ასრულების თვეთ შეიძლება ჩავთვალოთ აპრილის თვეც. კუროების შემთხვევაში გარკვეული გაურკვევლობა თუ რაიმე გიდგათ, ანუ შესაძლოა ხასიათის ცვალებადობა გქონდეთ აპრილის თვეში, ან ასევე არ იყოს ხელსაყრელი პერიოდი პრობლემების მოგვარების, ან ურთიერთობის დალაგების პერიოდი, ესე ვთქვათ. უმჯობესია, რომ აი ეს ცოტა გადადოთ უფრო შემდეგი თვისთვის, ანუ ესე რომ ვთქვათ, რომ ზედმეტად არ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება. ზოგადად იქნება ბევრი კითხვის ნიშანი აპრილის თვეში, რაც ცოტა უფრო შემდეგ მაისის თვეში უფრო უკეთესობა შეიძლება იყოს რაღაც გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. აპრილის თვე იქნება მეტნაკლებად მშვიდი, მაგრამ გარკვეულ კითხვის ნიშნებს, თუნდაც ურთიერთობაში, თუნდაც საქმიანობაში შეიძლება გქონდეთ ბევრ რაღაც საკითხთან დაკავშირებით და არ იქნება ხელსაყრელი დრო აი ამ ყველაფრის გარკვევის ან გადაწყვეტის, ანუ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ არაფერთან დაკავშირებით, ასევე არ ემოციურად არ მიიღოთ ესა თუ ის ცვლილება, თუ კი რამე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიდა თქვენთან, უბრალოდ განერიდეთ და შორიდან დააკვირდით მოვლენების განვითარებას. ზოგადად იქნება მეტნაკლებად სტაბილური, მაგრამ აი ეს რაღაც გასარკვევი საკითხები შესაძლოა იჩინოს თავი უბრალოდ და უმჯობესია თუ გადადებთ ამ პრობლემების მოგვარებას, ანუ ნაჩქარევად რომ არ მიიღოთ რაიმე გადაწყვეტილება. თუ დაუშვათ პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევა გსურთ, ჯობია დაიცადოთ და შემდეგ თვეს სცადოთ ურთიერთობის გარკვევა. ეხლა არ იქნება ანუ თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი. ასევე შესაძლოა ერთგვარი მოწყენილობის შეგრძნება, რომელიც გქონდეთ, აი ამაზე იმუშავეთ, მეტად იყავით ბუნებაში, მეტად დაუთმეთ თქვენ თავს დრო, რომ თქვენი განწყობა მეტად უფრო ამაღლდეს. ტყუპების შემთხვევაში სტაბილური მდგომარეობა, სტაბილური შემოსავალი, ეხლა არ იქნება ის დრო, როდესაც თქვენ რაიმე შეცვლით. ანუ აპრილის თვე იქნება ძალიან სტაბილური, ჩემო ტყუპებო, რადგან იგრძნობთ ერთგვარ სიმშვიდეს, ანუ თქვენი შრომა, რაც ჩადეთ, გარკვეულ რაიმე საქმეში, ურთიერთობაში, რაც რესურსის თქვენ გაიღეთ, აი აპრილის თვეში მიიღებთ აი ამ ყველაფრისგან შედეგს, სტაბილურობის განცდას, სიმშვიდეს, ასევე ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავალს, რომელიც შესაძლოა გარკვეულწილად ასევე გაიზარდოს აპრილის თვეში. ასევე შესაძლებელი არის რაღაცის გაფართოვება, ესე ვთქვათ, რაღაც მასშტაბების გაფართოვება და ურთიერთობა იქნება ძალიან კარგი. თუ ურთიერთობა დაწყებული გაქვთ პიროვნებასთან, ახალი ურთიერთობა არის, ეს კიდევ უფრო დასტაბილურდება აპრილის თვეში და გექნებათ კმაყოფილება ამ პიროვნებისგან, მისი საქციელებისგან, მისი ყურადღებისგან, მისი
რაღაცა გვერდში დგომას დაინახავთ, გარკვეულ პრობლემაში დაგეხმაროთ შესაძლოა ეს პიროვნებაც, აი თქვენ ირგულივ თუ არის ასეთი ადამიანი, ანუ ასეთი ადამიანისგან მხარდაჭერას უნდა ელოდოთ აპრილის თვეში თუ გაქვთ რაიმე სახის საკითხი, თუ გიდგათ რაიმე პრობლემური. მეტნაკლებად სტაბილური თვე იქნება, თავს იგრძნობთ მშვიდად და რაც თავარია, აი მოსავლის აღების პერიოდი გექნებათ, რაც თქვენს ფინანსურ და სულიერ მდგომარეობა ძალიან დაასტაბილურებს და ეს იქნება ძალიან ესეთი მშვიდი თვე თქვენთვის, სადაც იქნებით ძალიან ისეთი კმაყოფილი თქვენი თავით, თქვენი გაწეული შრომით და იმ შედეგებით, რასაც მიიღებთ. აპრილის თვე იქნება შედეგების მიღების თვე თქვენთვის. და ძალიან ხელსაყრელად უნდა გამოიყენოთ ეს პერიოდი. კირჩხიბებს რა ელოდებათ? კირჩხიბებს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოსდით, ესე ვთქვათ, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც დიდი ხანია ელოდებოდნენ. ასევე შესაძლოა იყოს გამგზავრება, მოულოდნელი გამგზავრება, ან მოულოდნელი დასასვენებლად წასვლა, ან მოულოდნელი შეხვედრა გარკვეულ ადამიანთან, რომელსაც დიდი ხანია არ გინახიათ, ესე ვთქვათ, ან არ ელოდებოდით ეს ადამიანთან შეხვედრას. მნიშვნელოვანი ინფორმაციების შემოსვლის თვე იქნება. ზოგადად კირჩხიბები მაინც აქტიურები არიან, სიახლეები უყვართ და ეს სიახლეებით იქნება დახუნწული აპრილის თვე. და მეტი კონტაქტების შემოსვლა იქნება, ურთიერთობა, გაღრმავება ურთიერთობის, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მეტნაკლებად შეცვლის თქვენ რაღაც მიდგომას, თუნდაც ურთიერთობაში ან სამსახურეობრივ სფეროში, იმიტომ რომ არის ისეთი რამ შეიქმნება თითქოს, რომ რაღაც ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული თქვენი ცხოვრების რაღაც ნაწილი, რა ინფორმაციასაც მიიღებთ და შემდეგ უკვე მიიღებთ გადაწყვეტილებას ან გამგზავრების, ან სამსახურში გადასვლის, ან დაწინაურების, ან პიროვნებასთან სერიოზული ურთიერთობის გადაწყვეტავთ, რომ ამ პიროვნებასთან იყოთ უფრო სერიოზულ ურთიერთობაში და აი ესეთი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება აპრილის თვე თქვენთვის. მაგრამ ბევრი შემთხვევაში იქნება მოულოდნელი დასვენება, მოულოდნელი გამგზავრება, ან ძალიან შორი გზიდან ადამიანის სტუმრობა, რომელსაც არ ელოდებოდით და მოულოდნელად ჩამოვა და ძალიან გაგეხარდებათ და ასევე შესაძლოა თქვენი ბიზნეს საქმიანობის ან თქვენი სამსახურეობრივი კარიერის ერთი საფეხურით მაღლა გადასვლა და ცვლილება. ძალიან კარგი თვე იქნება კირჩხიბებისთვის. მეტად უფრო ასევე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც სასიყვარულო ეიფორიის შეგრძნებასაც მიტოვებს აპრილის თვე თქვენთვის შემოკირჩხიბებო და აი ეს თვე იქნება თითქოს აი დიდი გრძნობების ტალღა, რომელიც აი დაგატყდებათ მოულოდნელად თავს აი იმ ადამიანის გამოჩენის, ვისაც თითქოს აი ხელი გქონდათ ჩაქნეული, აღარ ელოდებოდით და იმდენად მოულოდნელად გამოჩნდება და იმდენად გაგაკვირვებთ ეს ყველაფერი, რომ ძალიან დააფიქრდებით ამ ადამიანთან ურთიერთობის განახლებაზე. ეს გავარკვიეთ პირველი 4 ხეული. ახლა გავაგრძელოთ. რა ელოდებათ ლომებს? ქალწულებს, სასწორებს და მორიელებს. ლომის შემთხვევაში სიძლიერე გექნებათ, რაც ლომისთვის ძალიან დამახასიათებელი ნიშანია. ეს შესაძლოა ასევე იყოს ლომის შემთხვევაში აპრილის თვე იქნება, იცით როგორი, აი ფეხზე წამოდგომის პერიოდი, სიძლიერის პერიოდი, რომ თქვენ დაამტკიცებთ, რომ მართალი იყავით, თქვენ დაამტკიცებთ, რომ შეძელით გარკვეული პრობლემის გადალახვა. ასევე ეს შესაძლოა იყოს საკმაოდ ისეთ სამსახურში, აი ესეთი სამსახურის მოძიება, სადაც იქნება ძალიან კარგი პერსპექტივა წინ სვლის. შესაძლოა აპრილის თვეში დაიწყოთ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებას. ასევე გადასვლა სხვა ადგილას, მეტად უკეთეს სამსახურეობრივი ადგილის ცვლილება გქონდეთ, ან თქვენი ბიზნესის ცვლილება. ასევე შესაძლოა იყოს
თქვენი გამართლება ან გამარჯვება თუ რაიმე სასამართლო დავა გაქვთ, თქვენსაც იკეთოთ რომ დაასრულდეს ეს ყველაფერი. და თქვენ გეყოლებათ პარტნიორი, გვერდზე ისეთი, რომელიც აი იქნება კარგი დამცველი თქვენი. ანუ ასეთ პიროვნებასთან გექნებათ ურთიერთობა აპრილის თვეში, რომ შესაძლოა ვინმე დაგიცვათ, ასევე ვინმე დაიჭიროს თქვენი მხარი, ასე ვთქვათ, თუ რაიმე ესეთი საკითხი გიდგათ, თქვენ გამოხვიდეთ გამარჯვებული, თქვენ დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, თუ ესეთი რაიმე პრობლემა გიდგათ, თუ ასევე დიდი იპოთეკური სესხი გაქვთ, ან კრედიტი გაქვთ რაიმე გარკვეულწილად, რაზედაც ნერვიულობთ, გექნებათ დახმარება ისეთი ადამიანისგან, რომელიც მოგიხსნით ამ დარდს, ესე ვთქვათ, რომ მე დაგიდგები გვერდში, ან ეს საქმე გავაკეთოთ და აქედან გამოგივა ყველაფერი და აი ეს იქნება მეტად უფრო, აი ლომების შემთხვევაში უფრო იქნება საქმის მხრივ, კარიერის მხრივ, უფრო დატვირთული თვე. სასიყვარულო ურთიერთობას რაც შეეხება მამაკაცთან ურთიერთობა იქნება მეტად უფრო აი დაცულად იგრძნობთ ამ პიროვნებასთან თავს, თუ არის სასიყვარულო სამკუთხედი, ანუ თქვენ იქნებით აი აქ რაღაც კარგ მოგებულ პოზიციაში და ეს ადამიანი თქვენს მხარეს დაიჭერს, ანუ აი პიროვნება თუ არის ისეთი, სადაც კონფლიქტური პრობლემური ურთიერთობა გიდგათ ან სასიყვარულო სამკუთხედია, თქვენზე გააკეთებს, ესე ვთქვათ, არჩევანზე, თქვენ მის მხარდაჭერას დაინახავთ აპრილის თვეში, რაც უფრო გააღრმავებს თქვენს ურთიერთობებს. აი ესეთი აპრილის თვე ამოსდით ლომებს, მაგრამ მეტად ყველა ლომის შემთხვევაში იქნება პოზიციების გამყარების, გამარჯვების, უფრო ფეხზე მყარად დგომის თვე, რომელიც თქვენს აი შინაგან ძალებს უფრო მეტ შინაგან ძალებს იგრძნობთ, ესე ვთქვათ და უფრო მეტად იქნებით თქვენ თავში დარწმუნებული, რა მიმართულებითაც მიყავთ თქვენი ცხოვრება. ეს იქნება პირადი ურთიერთობები თუ სამსახურეობრივი რაიმე სფერო ან ფინანსური საკითხები. იმიტომ რომ სწორ გზაზე დადგებით აპრილის თვეში, რაც მეტად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მომავალი ცხოვრების ეტაპებისთვის. ეხლა ვნახოთ ქალწულების შემთხვევაში. ქალწულების შემთხვევაში, ჩემო კარგებო. აქ არის გარკვეულწილად შესაძლოა რაიმე სიმძიმე გიდგათ, გარკვეულწილად რაიმე ნერვიულობთ შეიძლება, მაგრამ იმედი თქვენ რისიც გაქვთ, რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან და ამ მდგომარეობიდან, თუ არის გარკვეული სიძნელე და სირთულე თქვენს ან პირად ცხოვრებაში, ან სხვა ნებისმიერ სფეროში, რომელიც თქვენ ახლა გაწუხებთ, რისი იმედიც გაქვთ, აი მინიშნებას გეუბნებათ ამაზე, რომ სწორად ფიქრობთ, ანუ ეს დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის დასრულებაში. აი ახლა რაც გაიელვეთ თქვენ თავში, ვისი იმედიც გაქვთ, ან რისი იმედიც გაქვთ, ეს არის სწორი გზა თქვენი პრობლემის მოგვარების. ანუ გაძლევთ მინიშნებას, რომ აპრილის თვეში თქვენ მოაგვარებთ იმ თქვენს პრობლემას, რაც გაწუხებთ, იმ საიმედო რაიმე ადამიანით შესაძლოა, ან საიმედო რაიმე საკითხით, რომელიც თქვენ ახლა გაგიელვათ თავში, რომ როგორ მოგვარდებოდა ესა თუ ის პრობლემა. ეს შეიძლება იყოს ადამიანის დახმარება, ადამიანს თხოვოთ, რომ დაგეხმაროთ ამ პრობლემურ საკითხში. ან შესაძლოა თქვენი ნაბიჯი იყოს ურთიერთობა, თუ არის პრობლემური, თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი, რომ შეურიგდეთ გარკვეულწილად ამ პიროვნებას, ან თქვენ უნდა დათმოთ რაიმე ესეთი პოზიცია შეიძლება იყოს აპრილის თვეში, რომ მოგიწიოთ რაიმეს დათმობა, რომ ეს აი ამ გარკვეული სიმძიმიდან განთავისუფლდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ მოხდება აქ რაიმე თუ არ დათმეთ, ხო? აი ესეთი პოზიცია ამოგდით აპრილის თვეში, რომ რაღაცისთვის მოგიწევთ უარის თქმა, მაგრამ ეს შესაბამისად დაალაგებს თქვენს შინაგან მდგომარეობას და ასევე თუ პრობლემური ურთიერთობას, თუ ფინანსური საკითხია, თქვენს ფინანსურ საკითხს, თუ რაიმე გასაყიდია მაგალითად და ფიქრობდით, რომ არ გინდოდათ აი ამის დათმობა, ესე ვთქვათ, უმჯობესია რომ დათმოთ, რადგან თქვენი ყოველდღიური ცხოვრება შემსუბუქდება გარკვეული დარდისგან და იგრძნობთ მეტად თავს უფრო კარგად, ვიდრე ახლა აი ესეთ გამომავალ სიტუაციაში იყოთ. ეს მიხვდება ბევრი ქალწული, ვისაც უდგას ეს პრობლემა, რაზედაც მაქვს საუბარი. ურთიერთობაში თქვენი მხრიდან იქნება გადასადგმელი ნაბიჯი, რომ დაალაგდეს და დათმობაზე წახვიდეთ, ესე ვთქვათ, აპრილის თვეში და გარკვეული სიმძიმისგან განთავისუფლება აპრილის მეორე ნახევრიდან. ანუ რაც თქვენ ახლა გაწუხებთ, აპრილის პირველი ნახევარი იქნება ესეთი გაურკვეველი თავიდან, მაგრამ აპრილის ბოლოს თქვენ განთავისუფლდებით ამ გარკვეული პრობლემისგან.
და მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება იყოს ეს იყოს შეხვედრა ისეთ ადგილას, აი როგორიც არის რაღაც გარკვეული სტრუქტურა, ან რაიმეს არეგისტრირებდეთ, ან შესაძლოა რაიმეს რაღაც ახალი დაარეგისტრიროთ, ან ბანკი იყოს ესა, რაღაც სახელმწიფო დაწესებულება, სადაც მოგიწევთ თქვენ ხშირი სიარული თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად. თუ ასევე შესაძლოა იყოს განქორწინება, ვისაც ძალიან უნდოდა განქორწინების პრობლემა ედგა და ვერ იღებდით თანხმობას ამ განქორწინებაზე, აპრილის თვე ზუსტად აი ამისგან განთავისუფლების თვე შესაძლოა იყოს და კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ამ პერიოდს და განთავისუფლდებით აი ამ რაღაც გარკვეული სიმძიმისგან, რომელიც აი ამ ან ქორწინებაში მიიღეთ, ან ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში რაც დაასრულებს და გაასუფთავებს, ასე ვთქვათ, თქვენ შინაგან სამყაროსაც და ზოგადად თავსაც იგრძნობთ ძალიან კარგად. კარგით, სასწორების შემთხვევაში აპრილის თვე როგორი იქნება? სასწორების შემთხვევაში ჩემო კარგებო, ძალიან ბევრს ალბათ ეჭვიანობთ, შესაძლოა ესეთი რამ იყოს, ასევე შესაძლოა ისეთი ადამიანები იყვნენ თქვენს ირგვლივ, რომელსაც თავი უნდა არიდოთ აპრილის თვეში, იმიტომ რომ ეს ადამიანები თითქოს რაღაცნაირად შემოგესივრდნენ თქვენ და უნდა განთავისუფლდეთ ასეთი პიროვნებებისგან, რომელიც თქვენს ირგვლივ არის ბევრი, რომელიც თქვენს ენერგიას, აურას აზიანებს ეს ადამიანები და აპრილის თვე იქნება აი ესეთი ადამიანების გამოვლენის თვე და ასეთი ადამიანებისგან თავის დაღწევის თვე. პირველი აი ეს რაც შემიძლია ვთქვა თქვენ შემთხვევაში. შემდეგ დანაკარგები, რომლებიც გქონდათ თქვენ, აი ეს თითქოს ბოლომდე წავა და დასრულდება და დარდი მოგეხსნებათ აი ამ დანაკარგზე, თუ პიროვნებასთან ურთიერთობა დაასრულეთ, აპრილის თვეში იგრძნობთ თავს კარგად ამ ხრივ, ანუ განთავისუფლდებით ამ ნერვიულობისგან, მეტად მცირე ცოტა ნერვიულობა გექნებათ და არც თუ ისეთი სიმძიმის, როგორც შეიძლება ახლა გაქვთ. ასევე შესაძლოა რაღაცა გადასაწყვეტი საკითხი გქონდეთ და ვერ იღებდეთ ამაზე გადაწყვეტილებას და ჯობია რომ რჩევა ითხოვოთ ამასთან დაკავშირებით, თუ რაიმე ისეთი გადასაწყვეტი საკითხის წინაშე დადგებით, რომ ან ერთ მხარეს უნდა გადაიხაროთ, ან მეორე მხარეს აი ეს კარგად აწონეთ აუცილებლად. და კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი იცით როგორი რაღაცა არის, აი თითქოს აი ფინანსები არ არის საკმარისი თქვენ შემთხვევაში, ანუ არ არის საკმარისი ფინანსები, ანუ შემოდის თანხები და ეს თანხები ძალიან მალევე ქრება. აი ამის შეგრძნება გექნებათ აპრილის თვეში და აუცილებლად გააკეთეთ, აი ეს ჩამოწერეთ აი ეს ფინანსები, რაში გეხარჯებათ, აი თქვენი ბიუჯეტი გააკეთეთ, ანუ აწარმოეთ თქვენი ბიუჯეტი. იმიტომ რომ მუდმივად გაურკვევლად გაქვთ აი ეს თანხების პრობლემა შესაძლოა და აი ამ ბიუჯეტს, როდესაც დააბალანსებთ, რომ ნახავთ სად მიდის თქვენი თანხები, უფრო მეტად სწორად და რაციონალურად გადაანაწილებთ ამ თანხებს და ეს გარკვეული შინაგანი მუდმივი შიში, რომ თანხები არ ყოფნით და მუდმივი დისკომფორტი ამისა მეტად აღარ გექნებათ. როდესაც ჩამოწერთ თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი რა არის, რაში გეხარჯებათ თანხა, რა არის აუცილებელი ხარჯები და რა შეგიძლიათ თქვენ თავს, რისი უფლება შეგიძლიათ თქვენ თავს რომ ისეთ. ეს რომ აწარმოოთ თქვენ ხომ საკმაოდ კარგი შედეგი გექნებათ ფინანსებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფინანსები იფლანგება, აი აქ რაც ჩანს ყველაზე მეტად და აპრილის თვეშიდაც შესაძლოა ესეთი მოულოდნელი ხარჯები გქონდეთ და ჯობია რომ აი ამ ფინანსების საკითხს ცოტა სხვანაირად შეხედოთ. აქ მოდით დავამატებთ, აბა კარგი სიახლე რა გექნებათ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი კარტი ამოვიდა, რომ ძირითადად თქვენ შინაგან პატარა ნერვიულობებს აჩვენებს და აქ დავამატებ სიამოვნებით კარტს. თაიგული რაღაც მოლოცვა გექნებათ, ჩემო კარგებო, მოლოცვა გექნებათ ძალიან კარგის, რასაც ფიქრობდით რომ გამოგსვლოდათ ეს საკითხი, ან შეხვედრა გინდოდათ ამ ადამიანთან და აი ძალიან დიდი სიხარულით და ძალიან ისეთი აღტაცებით რომ წახვალთ შეხვედრაზე ესეთი რაღაც ამოგდით და ასევე რაღაცის მოლოცვა ძალიან კარგის, აი დიდი ხანი რო ცდილობდით რომ ეს გამოგსვლოდათ ცხოვრებაში და აი რომ გამოგივათ და რომ მოგილოცავენ რომ თქვენ რომ შეძელით აი ამის გაკეთება, რომ თქვენ გადალახეთ ეს პრობლემა, ან თუ რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იყო, რომ გილოცავენ რომ დასრულდა ეს რაღაც გარკვეული სანერვიულო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან თქვენ შულთან დაკავშირებით, ან თქვენს ახლობელთან დაკავშირებით, სასიხარულო ინფორმაცია, რაც თქვენ განერვიულებდათ, გარდა ფინანსების ან რაღაც სხვა საკითხთან დაკავშირებით, აი ამის დადებითად დასრულება. ანუ ესე იგი ნახეთ რა გამოდის აპრილის თვე, რადგანაც ცოტა ისეთი დაძაბული ამოგდით თავიდან, ხო?
ანუ ასევე გექნებათ, აი ამ თუ ეხლა კონკრეტული რაიმე საკითხი გაქვთ, რაზეც ნერვიულობთ, აი ამის კარგად დასრულება ამოგდით აპრილის თვეში, რაც ძალიან გაგახარებთ. ანუ აპრილის იქით ეს თქვენი პრობლემა აღარ გაგრძელდება. ანუ აპრილშივე მოგვარდება ის, რაც თქვენ გაწუხებთ. თუნდაც ურთიერთობაში, ფინანსებში, სამსახურში, ვინმე ჯანმრთელობას ეხებოდეს, აი ეს იქნება დასრულებული და მაისის თვეში ეს აღარ გადავა. მიხვდით, რას ვამბობ? კარგით, ეხლა ვნახოთ მორიელის შემთხვევაში. მორიელის შემთხვევაში შემოკარგებო თითქოს აი ბევრ საქმეს ერთად მოეჭიდებით, ესე ვთქვათ, ბევრ საქმეს ერთად წამოიწყებთ, ხოთ შორს გამართლებული იქნება ეს თქვენი საქმიანობა. ცოტა ნელინაბიჯებით წახვალთ, მაგრამ შედეგის მომტანიც იქნება. ეს შესაძლოა იყოს რაიმე ტურისტულ სფეროში გსურთ გადასვლა, ან შესაძლოა იყოს რაიმე ტურისტულ ბიზნესთან შემხებლობა, ან უძრავი ქონების გაქირავება, სასტუმროებთან კონტაქტები, აი ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს, რომელიც დროთა განმავლობაში თქვენ შედეგს მოგცემთ. ანუ ნელა დაიწყებს ეს მოძრაობას, მაგრამ უკმაყოფილოც არ იქნებით, მიხვდით? აი ეს მორიელებს ესეთი რამ ამოздით. ასევე კიდევ სხვა საქმის მოჭიდებას გავს ეს უფრო, რომ რაღაცას კიდევ დამატებით დაიწყებთ რაიმე საქმიანობას, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, ანუ ნელ-ნელა ოღონდ არ გეგონეთ, რომ ეს სწრაფად მოხდება. აპრილი იქნება აი ამ ყველაფრის დასაწყისი. აპრილი, მაისი, აი ეს პერიოდი იქნება თქვენი აი ბიზნეს იდეების გაღვიძების პერიოდი, სადაც თქვენ დაიწყებთ აი ამ ყველაფრის შენებას, ესე ვთქვათ. და ეს დროთა განმავლობაში ძალიან დიდ ფუნდამენტს და ძალიან კარგ შემოსავალს მოგცემთ. იმიტომ რომ აი აქ სწორ მიმართულებას ვხედავ ეს ერთი და თქვენი საქმის მცოდნეობას. რაც არ უნდა სფერო იყოს, ხომ? ეს აი თქვენ მიუბრუნდებით იმ საქმეს, რაც არის თქვენი. ანუ რაც უნდა აკეთოთ თქვენ, მიხვდით? აი ამ საქმეში იქნებით, რომელიც ნელ-ნელა ძალიან კარგი განვითარება ექნება ამ ყველაფერს. ურთიერთობას რაც შეეხება, თუ ურთიერთობაზე გაინტერესებთ, ხომ? ისევ ნელისვლა იქნება ურთიერთობის პიროვნებასთან, თუ მარტო გრძნობთ და უშვათ თავს. ანუ ნელ-ნელა აი როგორ არის ცით, თუ მარტო ხართ ახლა თქვენ ამ წუთას თვითონ შინაგანად თქვენ იმდენაირ შინაგან ცვლილებას განახორციელებთ თქვენს შინაგან სამყაროში, რომ თქვენ თვითონ მიხვდებით როგორი ტიპის ადამიანი გსურთ, ანუ აპრილის თვეში ძირითადად, რომ აი დაფიქრდებით როგორი ადამიანი გინდათ თქვენს გვერდით რომ იყოს. და აი ესეთი ადამიანის მოძიებით იქნებით, ასე ვთქვათ, დაკავებული, რომ შეიძლება მოულოდნელი ნაცნობობა შეხვდეს, აი თითქოს თქვენ სამყაროს გაუგზავნით, როგორი ადამიანი გსურთ. ზოგადად ძალიან კარგია ხოლმე, რომ ჩამოაყალიბოთ ზუსტად, როგორი ადამიანი გჭირდებათ, რანაირი, როგორი ხასიათებით გჭირდებათ, ასევე ვიზუალითაც, ანუ ეს როდესაც გაქვთ თქვენ თავში ჩამოყალიბებული, ესე ვთქვათ, სამყაროს უგზავნით, ანუ შეკვეთას აკეთებთ, რომ თქვენ ასეთი ადამიანი შეგხვდეთ. მიხვდით? და შესაბამისად, აი ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად. თქვენს თავში ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ, როგორი ურთიერთობა გსურთ, როგორი პიროვნება გსურთ, აი ეს გაუშვით, აი ეს ენერგია, ესე ვთქვათ, სამყაროს მიეცით შეკვეთა და თქვენ ასეთი ადამიანი აუცილებლად გამოგეგზავნებათ. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ თუ გარკვეული პრობლემა გაქვთ ურთიერთობაში, ამაზედაც შეგიძლიათ იმუშაოთ, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ურთიერთობა დალაგებული, როგორ გინდათ რომ მომავალში გქონდეთ თქვენს პარტნიორს ურთიერთობა, აი ამაზე გააკეთეთ კონკრეტიკა, რადგან თქვენ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი ენერგიის მატარებელი ხართ და თქვენ რასაც ჩაიფიქრებთ, ის შეგიძლიათ რომ შესაძლოა რომ ძალიან მალე აგიხდეთ, მიხვდით? და ამიტომ გააკეთეთ აი ეს პრაქტიკები, რაც ძალიან დაგეხმარებათ ნებისმიერ სრული შესრულებაში. იმიტომ რომ გააქვთ თქვენ ამის პოტენციალი, მიხვდით? ძლიერი ენერგია ჩანს, არის და ეს უნდა აი ესეთი შეკვეთები გააკეთოთ, მიხვდით? აი სწორი პროგრამირების, რასაც თქვენ მიიღებთ დროთა განმავლობაში შემდეგ. ეს არის, ეს აქეთ უნდა დავდოთ მორიელების შემთხვევაში გავერკვიეთ. ეხლა გვაქვს შვილდოსანი, თხის რქა, შვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები.
მშვილდოსნებს რა ელოდება? მშვილდოსნებს ძალიან კარგი ცოდნის მიღება. ასევე შესაძლოა მნიშვნელოვანი ამბის გაგება, რაც დაფარული იყო, ან თქვენ პარტნიორი გიმალავდათ რაიმეს, ან რაღაც გარკვევას ცდილობდით და აი ამ ყველაფერს ესე ვთქვათ ფარდა ეხსდება აპრილის თვეში. მე ვერ გეტყვით რომ არ ვფიქრობ რომ ეს ცუდი ინფორმაცია იქნება. პირიქით უფრო როგორი რაღაც არის, იცით, როდესაც აი ადამიანი არ იცით რატომ იქცეოდა ასე და რომ გაარკვევთ რატომ თურმე იქცეოდა ეს და ეს რომ დაგამშვიდებთ რომ თქვენ თუნდაც არაფშვერში არ იყავით და აი რაღაცა რომ გაირკვევა რატო იქცეოდა გარკვეულ პიროვნება ესე ცუდად და უშუალოდ თქვენს მიმართ როცა არაფერი არ დაგიშავებიათ. ასევე ეს არის კარგი ცოდნის მიღება რაიმის დასასრული პროექტის რომელიც ხელი მოაწეროთ შეიძლება საბუთებთან შემხებლობა აპრილის თვეში კარგის მხრივ თუ რაიმის დამტკიცებას ელოდებით რაიმის საბუთების გაფორმებას ელოდებით აპრილის თვე იქნება ეს ზუსტად ეს პერიოდი ასევე იქნება აპრილის თვე ახალი ადამიანის შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში რომელსაც გაიცნოთ შესაძლოა აპრილის თვეში და საკმაოდ ისეთი კარგი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ ამ ადამიანთან და აი თითქოს რაღაც თქვენი საბედისწერო შეხვედრაც შეიძლება იყოს ამ ადამიანთან. ასევე შესაძლოა იყოს ეს რაიმის რაღაც საკითხის ან სასწავლო სფეროში ყოფნა ან სწავლის განახლება რაიმის შესწავლა რომელიც თქვენს მომავალ კარიერას შეცვლის, აი ამ რამე ცოდნის ამაღლება დაგჭირდეთ შესაძლოა. ან უბრალოდ ახალ სამსახურში დაიწყოთ აი ესე მუშაობა, სადაც გაივლით გარკვეულ ტრენინგებს, იმიტომ რომ მეტად გეკნებათ აპრილის თვე საბუთების, წიგნების, ინფორმაციის მიღების, გარკვევის და შემდეგ აი ესეთი პერიოდი. მშვილდოსნებს და ვინც ელოდება ხელის მოწერას, მნიშვნელოვანი საბუთზე ხელის მოწერას, ეს არ საბანკო ვალდებულებებს ეხება, ან დასრულებას, ანაღებას, გაყიდვას, ყიდვას, ახალი საქმის წამოწყებას, ნებისმიერ საბუთზე ხელის მოწერას, ეს პერიოდი იქნება ძალიან კარგი თქვენთვის. რადგან აი რაღაცთან ფინანსების შემოსვლაც უდგას ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აი ამას ხელს რომ მოაწერთ დაუშვათ ხომ, რაღაც თანხასაც იღებთ, იმიტომ რომ აი აქ ჩვენ გვიჩვენებს აი ეს ნუმეროლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად ფინანსების მაჩვენებელი, რომ საბუთის ხელის მოწერის შემთხვევაში გარკვეულწილად რაღაც ფინანსური სარგებლის მიღება. პარტნიორთან დაკავშირებით ურთიერთობა თუ გაინტერესებთ, შემოკარგებო, აქ იქნება ძირითადად აი რაღაცას რომ ფარდა აეხდება, რაღაცას რომ გაარკვევთ. მაგრამ არ იქნება ეს ცუდი ინფორმაცია. ან შესაძლოა თვითონ შემოგთავაზოთ ამ ადამიანმა რაღაცა დიდი ხანი უნდა თქვენთვის რაღაცის თქმა, ვერ ბედავდა და აი ზუსტად რომ გეტყვით აი ამ პერიოდში ესეთი რამ ამოგდით. თხის რქების შემთხვევაში ვნახოთ. თხის რქებო, შემოკარგებო, თქვენ რეალურად იქნებით დაკავებული რაღაცის შენებით აპრილის თვეში, რაღაცის წინსვლით, რომელიც საკმაოდ ისეთ გრანდიოზული პროექტებს ხართ შეიძლება შეჭიდებული და საკმაოდ ისეთი მყარი სიძლიერით განაგრძობთ ამის გაკეთებას. პირად ურთიერთობებს რაც შეეხებათ, არ ვიცი რატომ ამოდის ასე, მაგრამ თითქოს მარტოობის პერიოდი გექნებათ, რომ მიგრძნობთ, რომ მიტყვით, რომ აი ცოტა ხანი მინდა მარტო, არ მინდა არავინ. აი ესეთი პერიოდი შეიძლება გქონდეთ აპრილის თვეში, მაგრამ ეს კარგია, იმიტომ რომ რაღაც დროს ადამიანს ჭირდება ის მარტოობა თავის თავში გარკვევა. მე არ გეუბნებით, რომ ცუდად იგრძნობთ თავს, პირიქით ეს მარტოობა მოგცემთ შინაგან კომფორტს და მეტად კარგად იგრძნობთ თავს. მიხვდით, შესაძლოა ურთიერთობის დაპაუზება იყოს თქვენი მხრიდან, თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ ეს გააკეთეთ, ეს კარგი შედეგის მომტანი იქნება და უფრო სხვა ტალღაზე განაახლებს შემდეგ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობას. აპრილის თვე აიღეთ ესე ვთქვათ შესვენებად ურთიერთობებში, მაგრამ კარიერის მხრივ შეუტიეთ, იარეთ წინ, იმიტომ რომ კარგი მწვერვალების დაპყრობა გელოდებათ რეალურად ისეთი აი ფინანსური კარგი მოსავლის
რაიმეს აშენებდეთ სამომავლოდ, იმიტომ რომ აი ფუნდამენტი რომ იყრება რაიმესი, ან თქვენი ცოდნა ისეთი ძლიერი, რომ ეს მოგიტანთ კარგ შედეგებს შემდეგ, იმიტომ რომ რაღაცას ისეც დაიწყებთ, შეიძლება ბიზნესი იწყებთ, ან აფართოებთ, ან სამსახური გაქვთ ისეთი, სადაც შეიძლება მივლიდებით სადღაც წახვიდეთ, იმიტომ რომ კარგი ცვლილებებია კარიერის და ფინანსების მხრივ მიხვდით, ანუ კარგი მოძრაობები იქნება თქვენი წინსვლისთვის და ეს მომწონს ყველაზე მეტად და თუ პირად ურთიერთობაში ხა კარგი იქნება, თუ პირადი ურთიერთობა ხელს შეგიშლით თქვენ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჯობია ცოტა ხანი დაისვენოთ აი ესეთი რაღაც ქაოტური ურთიერთობებისგან თუ გაქვთ, რა თქმა უნდა, და ჯობია მეტად საქმეში გადაერთოთ, იმიტომ რომ საქმეში გიდგათ ახლა მეტად ფორტუნა ვიდრე პირად ურთიერთობებში, უფრო საქმიანობაში ჩადეთ თქვენი რესურსი, თქვენს განვითარებაში ჩადეთ მეტი რესურსი, ვიდრე პირად ურთიერთობაში, იმიტომ რომ პირადი ურთიერთობა არ მოდის ახლა თქვენსკენ, მიხვდით კარგად. და ამიტომ ჯობია რომ რაშიდაც ახლა გაქვთ ფორტუნა, ის განავითაროთ. მერწყულებს რაც შეეხება, მერწყულების შემთხვევაში კარგი ფინანსური მდგომარეობა ჩემოკარგებო. ანუ ძალიან კარგი თანხების შემოსვლა აპრილის თვეში. ეს შეიძლება იყოს პარტნიორის თანხები, პარტნიორისგან მიღებული თანხები. ეს შეიძლება იყოს რაღაც ბონუსად მიღებული თანხები, კარგი გაყიდვები, კარგი საჩუქარიც, ასევე კარგი არაჩვეულებრივ გრძნობებში ყოფნა პარტნიორთან. ძალიან კარგი პერიოდი ამოსდით მერწყულებს ყველა მიმართულებით. ყველაზე მეტად ფინანსური საკითხი იქნება ძალიან კარგი აპრილის თვეში. დიდი თანხების შემოსვლა, ასევე არა მარტო ეს თქვენი თანხები არ არის, ან თქვენს ოჯახშია ზოგადად აი ამ თანხის შემოსვლა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს არა მარტო თქვენს ფინანსებს, არამედ თქვენს პარტნიორების, თქვენს ოჯახის წევრების, თქვენი მეუღლის, მშობლის, ახლობლის, რომლისგანაც თქვენს გექნებათ სარგებელი, მიხვდით? აი რაღაცა ესეთი ის ამოგით უფრო ურთიერთობები ძალიან კარგი იქნება აპრილის თვეში, პირიქით, ანუ ურთიერთობების დათბობა, ტკბობა, თქვენ პრობლემა შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ პირად ურთიერთობებში და პარტნიორთან კარგი ურთიერთობები. თუ მარტო ხართ, ელოდეთ ასეთ ადამიანის შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში აპრილის თვეში, იმიტომ რომ რაღაც მსუბუქი ფლირტიც კი შესაძლოა ბევრი შემთხვევაში გათამაშდეს აპრილის თვეში, რაც თქვენს ხასიათს ძალიან ისე ჰაეროვნად შეცვლის. თევზების შემთხვევაში ვნახოთ ახლა რა ხდება. თევზების შემთხვევაში თავად თქვენ ამოხვედით, აქ მოგვიწევს დამატება კარტის, ანუ ეს ქალბატონების შემთხვევაში ამოდის თევზები. თუ თქვენ ახლა ქალბატონი მიყურებთ, ანუ თქვენი თავს დაუთმობთ, ესე ვთქვათ, მეტ დროს, თუ მამაკაცი უყურებს ახლა ამ ვიდეოს, ანუ მნიშვნელოვანი ადამიანი საპირისპირო სქესის ქალბატონი იქნება მნიშვნელოვანი აპრილის თვეში ამ სწორედ თევზების შემთხვევაში. ნახოთ აბა რატო ამოდის ეს შემოკარგებო დავამატოთ აქ. აქ თევზების შემთხვევაში იქნება შემდეგი რამ, რომ საუბარი ძალიან სერიოზული საუბრები შედგება აპრილის თვეში თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირების, ანუ აი გადასაწყვეტი საკითხები იქნება, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის ცვლილების საუბრები, ეს შეიძლება იყოს სადმე ცოტა შორ ქვეყანაში გამგზავრების საკითხები. ასევე ეს შეიძლება იყოს შორეული გზიდან ადამიანის ჩამოსვლა და ერთობლივი უღელის ჩაბმა, ანუ ერთობლივად რომ რაღაცას დაიწყებთ, ან უბრალოდ ერთად დაიწყებთ თანაცხოვრებას აპრილის თვეში. მოკლედ იქნება, იცით როგორი თვე აპრილის თევზების შემთხვევაში, ძალიან ბევრი საუბრები მოგიწევთ თქვენს მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ანუ აპრილის თვე იქნება ცვლილებების პერიოდი, იმ მხრივ რომ თქვენი ცხოვრება უნდა შეიცვალოს თითქოს უახლოეს პერიოდში. ოღონდ პატარა ნაბიჯებით არა, ეს არის გრანდიოზული ცვლილება.
ანუ დიდი ცვლილება, რომელსაც ელოდებოდით, რასაც დიდი ხანი გინდოდათ რომ მომხდარიყო თქვენ ცხოვრებაში. აი დიდი ცვლილება, რომელიც გეულდებათ თქვენ აპრილის თვეში, ეს აუცილებლად მოხდება. და აქ კიდევ სხვა ადამიანებიც არიან ჩართული, ვინც შესაძლოა გეხმარებათ თქვენ აი ამ საკითხის გადაჭრაში. იმიტომ რომ რაღაც დრო მოვიდა იმის, რომ თქვენ რაღაც უნდა შეცვალოთ. ან უნდა წახვიდეთ, ან უნდა ჩამოვიდეს ის ადამიანი, ან თქვენ უნდა გადახვიდეთ აი იმ ადგილმდებარეობიდან, ან თქვენ უნდა შეცვალოთ სამსახური, იმიტომ რომ ნიშნულოვანი ნაბიჯის გადადგმა აპრილის თვეში თევზებს ამოსდით ძალიან აი ესე მკაფიოდ. და ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ აი თითქოს ყველაფერი ძველი უკვე აღარ მუშაობს. მიხვდით? ბევრი რაღაც აღარ მუშაობს ისე როგორც უნდა ყოფილიყო აქამდე. ანუ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს თქვენი ცხოვრება, რომ სხვანაირი შინაგანი ძალაც მოგეცეთ და ასევე სხვა საფეხურზე ახვიდეთ. ნიშნულოვანად შესაძლებელი გექნებათ, აი ეს რაღაც ნაბიჯები გექნებათ გადასადგმელი. ეხლა შეიძლება ვერ მიხვდეთ რაზე მაქვს საუბარი, მაგრამ აპრილში მიხვდებით. აპრილის გარკვეულ პერიოდში მიხვდებით, რაზე იყო ეს საუბარი და რა ცვლილებები უნდა განახორციელოთ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს მეტად უკეთესი. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. გისურვებთ ძალიან კარგ აპრილის თვეს და შევხვდებით სხვა ვიდეოში. მადლობა.